ჩვენ ხელში აღმოჩნდა დაღუპული ვეტერანების სურათები. 200 დაღუპული გმირის სურათები ვეტერანთა ოფისში მას შემდეგ მიიტანეს, რაც ისინი ჯერ ეროვნული გვარდიის შენობის კედლიდან ჩამოხსნეს, ყუთებში შენახული ფოტოების გადაყრა კი გვარდიის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა გადაწყვიტა. ეს ფაქტი ვეტერანებისთვის იმდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რომ 2011 წელს ქუჩაში გავიდნენ და გმირთა მოედანზე შიმშილობა დაიწყეს. მალხას თოფურია ყვება, რომ აქციის დარბების გასამართლებლად მაშინდელმა ხელისუფლებამ ვეტერანთა რეპუტაციის შელახვა დაიწყო. ჯონ ბას გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთ თქვენ. ეს იყო ნაციონალური მოძრაობისთვის, მათთვის უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნვიდან, წაიშინეს თავში ხელები, უნდა ითქვას, რომ მოდიო, იმიტომ ვაცემინე ზონდერებს ისენიო ვეტერანებიო, რომ ეგენიო მემორიალს აშარდავდენო. ნაციონალებს შიგნითაც კი გაუჭიდათ, ვინ იტყვის ამასო რა? და ორადორი კაცი გამოდგა ესეთი. ბალავაძე ესეთი დეპუტატი იყო და გზარ ციკლაური. წლებია მткиვა და მესიზრება ხოლმე რა. ეს იყო ყველაფრის აპოგეა. სტუდენტებს ხვდება სააკაშვილი. ჩვენი გვეკიდა საბრძოლო დროშები. ბრძოლაში მოპოვებული დროშები. და ეს დროშები ქონდა იქ, რომ ჩვენ ზიამაყი და სტუდენტებს ეუბნება, ტრუსიკები ქონდათ გამოფენილი ამ დროშებზე იძახის. ხა ტრუსიკი რას დაარქვა? საქართველოს თავარ ღირსებებს კიდევ ვიძახ საბრძოლო დროშებს რა. კარგად იცოდა რასაც ამბობდა, მაგრამ ხონდა გავენადგურებინეთ. ახალგაზრდობის თვალში ყო ვეტერანი უნდა მოეკლა. ვეტერანმა აგვისტოს ომის დროს ხელისუფლების ქმედებებზეც ისაუბრა. თქვა, რომ ომი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური წესებით იმართებოდა, რის გამოც ქვეყანასა და მოსახლეობას უდიდესი ზიანი მიადგა. კოდორში გადაწყვეტილებას არ იღებდა, არა სამხედრო იღებდა, არამედ იღებდა გედემესეს ხელმძღვანელი. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო. გოგავაზე ვიტყვი ისეთ რამეს, რომ ის 2008-ში 9 აგვისტოს ისეთ ცუდად გილავს ნახე. ყვიავსა და უკვე საბრძოლო მოედანზე, სადაც ეს გენშტაბის უფროსი არ უნდა ყოფილიყო. ეს თუ სწორად იყო ყველაფერი დაგეგმილი და ვერ აღიარა, რომ მას დიდად არავინ არაფერს არ ეკითხებოდა და ვანო მერაბიშვილი იყო იქ პირველი ნომერი. რა უნდოდა მას ფრონტის ხაზზე, ეს ასეა პროფესიულად სწორი სამხედრო საქმეში? არ არის სწორი, ეხლა თქვათ ეს რო არ არის, რომ მეფეები წინ მიდიოდნენ. ყველა ნაბიჯი და ყველაფერი წინასწარ გათვლილი და გათამაშებული იყო. ფოთის მაგალითი, კოდორის მაგალითი, ეს შემთხვევით არ ხდება. დღევანდელ კომისიის ხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დროს აქციის დარბების კიდევ ერთი საქმე გაიხსენეს. 15 ივნისი 2009 წელი, როცა ახალგაზრდებს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სასტიკად გაუსწორდნენ. ეგრეთ წოდებული სირცხვილის კორიდორის გავლა, ხელკეტითა და ბეისბოლის ჯოხით ცემა. 15 ივნისის მოვლენები მიხეილ მესხმა დეტალურად გაიხსენა. ხმეს ვთხოვდი მეთქი გავითიშო მეთქი ვერ ისეთ კივილებს გწნობდი რომ რავინა და ბოლო კიბეზე როცა ავედი ვიღაცა ესეთი ასე ვთქვათ ჯანზე მყოფი ადამიანს ბეისბოლის ჯოხი ეკავა და პირდაპირ თავში დამარტყა. შევედი ყო შენობაში, სადაც ბიჭები ასე ვთქვათ ეყანენ ძირს. და დავინახეთ 2-3 კამერა რა ქვია გადამღები ისა ვიდეო და გამიხადა მეთქი ალბათ ჟურნალისტები არიან თქო და მეთქი აღარ მცემენ თქო რა. თუნდაც ეს თვითონ თავიანთი პირადი ისინი ქონდათ რა და გვიღებდნენ. ბოდიშო თუ მოუხდითო? და მეთქი რაზე მოვიხანდოთ ბოდიში და მოგთავაზათ ეს რომელი? ეკა ხერხეულიცემ. ვის მოუხადეო ბოდიში? ანუ პარლამენტარებს ორი გაგადაკეთეთ და დისკომფორტი შეუქმნითო? ეკა ხერხეულიძე შემოვიდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და თქვენი უფლებების ვითარებას კი არ არკვევდა, არამედ საქმეს გირჩევდათ? კი, სრულად მასე. მიხეილ მესხის დევნა ამით არ დასრულებულა. 22-ჯერ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრების შემდეგ 2012 წლის ზაფხულს ის უკვე სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადეს. თითქოს და მე ადამიანებს თავაზობდი სარეს მანქანებს, აციურებს რაღაცებს, რომ სანაცვლოდ ხმა მიეცათ ბიძინა ივანიშვილს. ქუთაისის ციხეში იყავით. პირობებზე რო გითხრათო? მე პირადად 7 კვადრატში ვიჯექი მაშინ, მაგრამ სანამ შევიყვანეს ჩვენ თვითონ ამ სპიჩკებში. რაღაცა ვიგზენი რომ რაღაც ფეხი დამიშველდა რა და მეთქი ალბათ რაღაცა წყალი დალიან დაუვარდა. და რო გამოვედი, ფეხსაც მე სუსისხლიანი მქონდა. თურმე თან ყვენდა რაღაცეები. როგორც აღმოჩნდა ამ სპიჩკებში სევდნენ ადამიანებს, რა იქ ჩაყავდათ ხოლმე და იქ სევდნენ. ბევრჯერ ადამიანების ყვირილს, წამების ხმას გაუღვიძივარ.
2009 წლის 15 ივნის დაკავებულთა შორის იყო 19 წლის გიორგი ჩითარიშვილი. სამმართველოსთან განვითარებულ მოვლენებს მან წინასწარ განსაზღვრული სადამსჯელო ოპერაცია უწოდა. თქვა, რომ მისი ცემის ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე შეესწრო, თუმცა მას რეაქცია არ ჰქონია. მაშინ ყველა ახალგაზრდას გვეკეთა სანდრო გეგულიანის ხსოვნის საპატივსაცემლოდ ლაიფ სანდროს ასე ვთქვათ სამაჯო. ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში. რომ ესო რა გიკეთიაო. კიდევ ერთ-ერთი ესეთი სირცხვილი რაც იყო აი ამ დარბევაში ეს იყო დერეფანი. აბსოლუტურად ყველა გვაფურთხებდა, აბსოლუტურად ყველა გვირტყავდა. მე პირადად ეკა ზღულაძე დავინახე. სად დაინახეთ ეკა ზღულაძე? დერეფანში, როდესაც ჩვენ ძილს ვეყარეთ და ზედ დადიოდნენ ჩვენზე. ნამდვილად გახსოვთ, რომ მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე ჩაიარა, როცა თქვენზე დადიოდნენ პოლიციელები. შინდელი დღესავით მახსოვს რომ იქ იმყოფებოდა. ყველა ნაცემი იყო ეს, აი გიორგი ჩითარიშვილი როგორც იყო, ისეთი მეორე არ მახსოვს რა, უბრალოდ ადამიანი, რომელსაც მთელი არ ქონდა სხეულის არც ერთი ნაწილი. საგამოძიებო კომისიის მორიგის სხდომა ხვალაა ჩანიშნული. სხდომაზე დავით ცინდელიანის კვლელობის საქმესა და 2019 წლის 20 ივნის თბილისში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.